თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. დღეს ოთხშაბათია, პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი. მე ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი ვარ. ხელმისაწვდომი სანოტარო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რას ფიქრობენ ნოტარიუსები იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებზე? რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ნოტარიუსობის კანდიდატი? შეკითხვებს დღეს ნოტარიუსი დავით იმნაძე უპასუხებს. მსვენელში შეუძლიათ არეკოს ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 ან მოგწერეთ შეკითხვა Facebook-ის გვერდზე კანონი რადიო იმედი. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება? მოგესალმებით ბატონ დავით, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მე გადაცემის დასაწყისში რამდენიმე თემა გამოვყავ, პრინციპში ერთი თემის გარშემო დავსვი რამდენიმე შეკითხვა. მოდით დავიწყოთ საუბარი ხელმისაწვდომი სანოტარო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რას ფიქრობს ეს, რას გულისხმობს ეს პროექტი? კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ ჩვენს მსმენელს. მოგესალმებით, მივესალმები რადიოს მსმენელებს. რაც შეეხება სანოტარო მომსახურების სერვისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოგახსენებთ, რომ 2013 წლიდან არის უკვე დაწყებული ეს კამპანია ერთიანი, რაც გულისხმობს იმას, რომ სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ქვეყნის მთელი მასშტაბით. წლევანდელ წელსაც ეს სიტუაცია გაგრძელებული არის ასევე. დღესდღეობით საქართველოში არის ბევრი რეგიონი, რომელიც სანოტარო მომსახურების გარეშე არის დარჩენილი. შესაბამისად, ამ ხარვეზის აღმოფხვრვის მიზნით სწორედ კანონში ნოტარიატის შესახებ შეტანილი იქნა ცვლილებები, რაც გულისხმობს, რომ უკვე ახალდანიშნული ნოტარიუსები პირველ 3 წელიწადს ესე ვთქვათ იმსახურებენ რეგიონებში, იმ რეგიონებში, რომლებიც სწორედ სანოტარო სერვისს მოკლებულნი არიან დღესდღეობით. ეს პრობლემა კიდევ იმით არის განპირობებული, რომ რეალურად უკმაყოფილება თუნდაც მოსახლეობის მხრიდან სანოტარო სერვისის არარსებობის შესახებ იწვევდა დამატებით ხარჯების გაზრდას მათი მხრიდან, ჩასვლას სხვა რაიონებში, რეგიონებში, ამა თუ იმ სანოტარო მოქმედების განსახორციელებლად. ახალი კანონის შესაბამისად, ცვლილებების შესაბამისად, მსგავსი ტიპის ხარვეზები აღარ უნდა იყოს და აღარ უნდა არსებობდეს, კერძოდ უკვე ქვეყნის მასშტაბით ის რეგიონები, რომლებიც არ არის დღესდღეობით დატვირთული ნოტარიუსის მომსახურებით, ამ პრობლემისაგან უკვე აღმოფხრილიც იქნება. კანონი ნოტარიატის შესახებ ახსენეთ თქვენ და ამ კანონის მიღებას ხმაური ცოცხლად და ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კანონი არ იყო მათთვის მისაღები და არაერთმა იურისტმა გააკეთა ეს განცხადება. კანონს ყოველთვის ყავს მომხრეს და მოწინააღმდეგეს, თუმცა განხილვის თემა იყო ერთგვარად ნოტარიატის შესახებ კანონში ცვლილებები. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ის ფორმა, რომელიც არის შემოღებული, რომ 3 წლის განმავლობაში თუ არ ვცდები, ნოტარიუსმა ახლად ჩაბარებულმა, ახლად ადამიანმა მის ჩააბარა, გამოცდები გახდა ნოტარიუსი და იწყებს ნოტარიუსის კარიერას, მან უნდა გაატაროს ეს 3 წელი რეგიონში, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნება ამ საქმიანობის გაგრძელების უფლება. არის თუ არა ეს გარკვეულწილად დისკრიმინაციული ნოტარიუსთან მიმართებაში? თქვენ როგორც მოქმედ ნოტარიუსს გეკითხებით ამ ყველაფერს, ანუ თქვენთვის მისაღებია თუ არა და რას ფიქრობთ აი ამ კონკრეტულ მუხტთან დაკავშირებით? პირველ რიგში აღნიშნავ, რომ მსგავსი ტიპის დანაწესი, ესე ვთქვათ, სავალდებულობის მომენტი პერიოდულობასთან დაკავშირებით არ არის საქართველოსთვის მხოლოდ ცალსახათის ახალი ხილი, იმიტომ რომ ევროპის რიგ ქვეყნებში, თუნდაც იტალიის მაგალითს გამოვყოფ ამ შემთხვევაში, ანალოგიურ სიტუაციაში ახალდანიშნული ნოტარიუსი 5 წლის განმავლობაში არის ვალდებული, რომ რეგიონებში ესე ვთქვათ, შეასრულოს სანოტარო მოქმედებანი. საქართველოს მსგავსად მასაც აღარ ექნება უფლება, რომ საქართველოს ეს კანონის მოთხოვნა სავალდებულო არის უკვე შესაბამისად, ეს უკვე ერთ-ერთი წინაპირობა არის, რომ თქვათ ნოტარიუსმა დაიწყოს სანოტარო საქმიანობა. საქართველოს რაც შეეხება ოპტიმალურადად და გონიურულად მიჩნეული იქნა 3 წლიანი პერიოდი, ასევე დავამატებდი, რომ აქ ცალსახად მხოლოდ პირადი ინტერესები კონკრეტული პირებისა, რა თქმა უნდა, გამოყოფილი არ უნდა იყოს, იმ გაგებით ვამბობ ამას, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული, კერძოდ რაც დასაწყისში აღნიშნეთ ჩვენი საუბრისა, რომ იგივე მოქალაქე იქნება, ეს ორგანიზაცია იქნება, თუ თქვა სხვა კატეგორიის სუბიექტი, რომელიც სანოტარო მომსახურებას საჭიროებს, ქვეყნის მასშტაბით ამ სერვისს მოკლებული არ უნდა იყოს. მთავარი მიზანი და პრიორიტეტი სწორედ ამ კანონ პროექტისა იყო ეს. კანონი მიღებულია
აქვე აღნიშნავ კიდევაც რომ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა უკვე მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, წარმატებით ვინ ჩააბარა აღნიშნული გამოცდა, უკვე დეკემბრის თვეში გამოცხადებულ სტაჟირებაში იღებს მონაწილეობას, გაივლის ამ სტაჟირებას, რომელიც ერთ-ერთ სავალდებულო კომპონენტს წარმოადგენს ნოტარიუსთა დანიშვნისათვის და შესაბამისად უკვე დანარჩენი მერე უკვე დროის თემა არის რა და როგორ იქნება. ბატონ დავით, თქვენ მესმის რომ გამოცდილი ნოტარიუსი ბრძანდებით და დიდი ხანი ამ სფეროში მუშაობთ, მაგრამ რომ იწყებდეთ დღეს კარიერას, თქვენთვის ეს წინაპირობა მისაღები იქნებოდა? კიდევ ერთ აღნიშნავ, ნოტარიუსობა ეს არ არის შეიძლება ითქვას ჩვეულებრივი პროფესია, თუნდაც იგივე იურისტისა. თავისი სპეციფიკით ხასიათდება, რა თქმა უნდა, ის ვინც თავიდანვე მოწოდებული არის რომ სურს ამ პროფესიაში იყოს, რა თქმა უნდა, მისთვის არც 3 წლიანი პერიოდულობა უნდა იყოს დაბრკოლების საკითხი და არც თქვა სხვა მსგავსი ტიპის მით უმეტეს, როდესაც აქ გარკვეულ თქვა იგივე მატერიალურ დახმარებებზეც არის საუბარი იგივე ნოტარიუსთა პალატის მხრიდან, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. აი უფრო კონკრეტულად რო გითხრათ, დავუშვათ адам პირი, რომელმაც ჩააბარა გამოცდები, გახდა ნოტარიუსი 3 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან რა დახმარებას მიიღებს? ძირითადი დახმარება განპირობებულია მატერიალური სახით, მატერიალურში მოიაზრება არა მხოლოდ თუნდაც ფულადი დახმარება, არამედ აქ ის ტექნიკური დახმარებაც, რაც ნოტარიუსისთვის სავალდებულო და საჭირო ესე ვთქვათ კრიტერიუმებს წარმოადგენს, ისეთი როგორიც არის თუნდაც ფართის საიჯარო ან ქირის გადახდა, ასევე ტექნიკური აღჭურვილობა, როგორიც არის დავუშვათ იგივე კომპიუტერის, პრინტერის ფინანსური საკითხების მოგვარება და ასევე გათვალისწინებული არის მატერიალური დახმარებაც, რომლის ოდენობაც იქნება კონკრეტული რეგიონიდან გამომდინარე დადგენილი ცალკე ნოტარიუსთა პალატის მხრიდან და სამინისტროსთან შეთანხმებით და პლუს ამას მსგავსი ტიპის ესე ვთქვათ შემოსავალი, რასაც ნოტარიუსი ამ ხაზით მიიღებს, იქნება საგადასახადო კუთხითაც შეღავათების მატარებელი, კერძოდ განთავისუფლებული იქნება ნოტარიუსი ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებებისაგან. რეგიონებში, როდესაც და ამ რაიონებში, სადაც არ იყო დღემდე მისაწვდომი ნოტარიუსის მომსახურება, თქვენ ახსენეთ, რომ ქალაქში უწევდათ ჩასვლა ხშირ შემთხვევაში ადამიანებს და ეს იწვევდა გარკვეულ დისკომფორტს და დამატებით ხარჯს. ყველა სახის მომსახურებას მიიღებენ, დავუშვათ იმ მომსახურებებს, რასაც ახორციელებს ნოტარიუსი საქართველოს მასშტაბით. კი ბატონო, დღესდღეობით ესე იგი როგორც აღნიშნე მე მსგავსი ესე იგი ყველაზე ახლოს მდებარე სანოტარო ბიუროებთან უწევდათ იმ მოქალაქეებს სერვისის განხორციელება თავის რეგიონთან შედარებით, ასევე აღნიშნავ რომ დღესდღეობით საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში არის უკვე საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც სანოტარო მომსახურება არის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება კონკრეტულად ყველა ტიპის სანოტარო მოქმედების შესრულება და განხორციელება შეიძლება თუ არა ნოტარიუსებს, ამის პრობლემა რა თქმა უნდა არ იქნება, ვინაიდან ისევ ის ტექნიკური აღჭურვილობის მზაობა და თქვათ საშუალებანი, რაც ნოტარიუსს ასეთ შემთხვევაში ექნება უზრუნველყოფილი, მისცემს მას რა თქმა უნდა ამის განხორციელების სრულფასოვნა საშუალება. თქვენ გადაცემის დასაწყისში ახსენეთ, რომ ჩატარდა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ასევე მიმდინარეობდა სტაჟირება. ხშირ შემთხვევაში პრობლემატურია ნოტარიუსთან დაკავშირებით ხშირად ისმის პრობლემები, ბოლო პერიოდში ისე აქტიურად არა, მაგრამ წინა დროს თუ გავიხსენებთ რამდენიმე წლის წინ ხშირად ამბობდნენ, რომ ნოტარიუსმა შეადგინა არასწორად დოკუმენტი და ამის გამო დღეს მე მექნება ქონებრივი პრობლემა, სახელმშეკრულებო პრობლემა და ასე შემდეგ. როგორია მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ გარდა იმისა, რომ აქვთ იურისტის დიპლომი და ასე შემდეგ. არსებობს რამე კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ხდება ნოტარიუსად პირის დანიშვნა? მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებითაც ერთს დავაზუსტებ დასაწყისში, რომ გამოცდა უკვე ჩატარებულია, სტაჟირება დეკემბრის თვეში დაიწყება და უკვე როგორც აღნიშნე წარმატებით ჩაბარებული ის კანდიდატები, ვინც გამოცდა წარმატებით ჩააბარა, უკვე შემდგომ ეტაპს სტაჟირების სახით დაასრულებს. რაც შეეხება ნოტარიუსად დანიშვნის კრიტერიუმებს, გარდა იურისტის კვალიფიკაციისა, თავად გამოცდა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ორ ეტაპად არის შედგენილი. პირველ ეტაპს მოიცავს ზოგად უნარჩვევებში გამოცდა, მეორე გამოცდა უშუალოდ მოიცავს პროფესიული კუთხით ჩასატარებელ საკითხებს. შესაბამისად, აქ არ არის საუბარი, რომ ეს გამოცდა არის მარტივი. ვინაიდან პროგრამა საკვალიფიკაციო გამოცდა საკმაოდ ვრცელი არის, საკმაოდ მოცულობითი არის და მასშტაბური არის, ამიტომ თუ პირი თუნდაც იგივე იურისტის კვალიფიკაციის მხოლოდ სუბიექტი არ არის შესაბამისად მომზადებული ამ გამოცდისათვის, რა თქმა უნდა, ეს მას წარმატების საშუალებას არ მისცემს.
აქედან გამომდინარე, რაც თქვენი კითხვის დასაწყისში იყო, რომ ზოგიერთი სანოტარო აქტი არის არაკვალიფიციურად შედგენილი, რაც თუნდაც იგივე ქონებრივი ზიანის ან სხვა სახის ზიანის მომტანი არის. ბოლო პერიოდში უფრო ნაკლებად ისმის მსგავსი განცხადებები, თუმცა იყო წლები, როდესაც ნოტარიუსებს პირდაპირ ადანაშაულებდნენ. აქ აღნიშნავ ერთ-ერთ მომენტს, რომ ნოტარიუსის საქმიანობა არის დაზღვეული. ანუ ნოტარიუსის პასუხისმგებლობა არის დაზღვეული ამ კუთხით. ეს არის სავალდებულო დაზღვევა თითოეული ნოტარიუსისთვის. გარკვეული ოდენობა არის მინიმალური ზღვარი, ასევე არის მაქსიმალური ზღვარიც დადგენილი, რაც ბჭყალებში ვიტყვეს ეგრეთ წოდებულ დაზარალებულ პირს აძლევს იმის საშუალებას, რომ მის მიმართ ქონებრივი ზიანი ანაზღაურებული იქნეს უკვე თუ ასეთი ფაქტი რა თქმა უნდა იქნება. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ დღევანდელი სტუმარია ნოტარიუსი დავით იმნაძე. შეგიძლიათ დაარეკოთ ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 და გამოთქვა თქვენი მოსაზრება და უშუალოდ შეკითხვა მოქმედ ნოტარიუსს. რამდენიმე წუთში ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალი იურისტების დახმარებით პასუხი გავცეთ თქვენს ყველა სამართლებრივ შეკითხვას. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარია ნოტარიუსი დავით იმნაძე. ჩვენ ვსაუბრობთ ხელმისაწვდომ სანოტარო მომსახურებასთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ასევე ვსაუბრობთ თავად ნოტარიუსის პროფესიასთან დაკავშირებით. ბატონ დავით, თქვენ გადაცემის პირველ ნაწილში ახსენეთ, რომ ნოტარიუსს აქვს კიდევ სხვა ვალდებულებები, მიუხედავად იმისა, რომ იურისტია, ისიც დავუშვათ ადვოკატიც, პროკურორიც და ასე შემდეგ იურიდიული განათლება აქვს ყველას. რომ განგვიმარტოთ მსმენელისთვისაც უფრო მეტად გასაგები რო იყოს. რა განსხვავებაა იურისტ ნოტარიუსსა და იურისტ ადვოკატ შორის, აი პროკურორ შორის, ან რა დამატებითი ვალდებულებები აქვს ნოტარიუსს? რატომ უნდა იყოს ის ანგარიშვალდებული იუსტიციის მინისტრთან იმ დროს, როდესაც ადვოკატს არ უწესდება კანონით არანაირი შეზღუდვა, სადაც უნდა იქ აწარმოებს თავის საქმიანობას, მას შემდეგ რაც ჩააბარებს სალიცენზიო გამოცდებს. თავიდან აღნიშნავ, რომ ნებისმიერი პროფესია, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის მატარებელი არის. ისევე როგორც დაუშვათ იურისტის, ასევე შეიძლება ითქვას თუნდაც ექიმზე და სხვა ნებისმიერ პროფესიაზე. იურისტი, ნოტარიუსი და იურისტი ადვოკატი ესეთი რადიკალური განსხვავების ან ხაზის გავლება აქ ცოტა რთული იქნება, იმიტომ რომ კანონიდან გამომდინარე გავავლე ეს ხაზები თორემ. კი ბატონო, თუნდაც იმ კუთხით რომ პასუხისმგებლობა ახსენეთ თქვენ და ვალდებულება თქვათ იუსტიციის სამინისტროს მიმართ. იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს ამ შემთხვევაში საკურატორო დაწესებულებას და ორგანიზაციას ნოტარიუსთა საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამისად ყველანაირი ვალდებულებანი, რაც კი უпростოდ ვალდებულებანი და ეს საპასუხისმგებლო საკითხები, რაც კი იქნება განსახილველი იუსტიციის სამინისტროსთან მიმართ ვართ, ესე რომ ვთქვათ, ანგარიშვალდებული. ესეც კანონის დანაწესი არის, რომ რეალურად ვთქვათ, ამ სფეროში საპასუხისმგებლო ან პასუხისმგებლობა ჩვენ იუსტიციის უფრო მაღალი ხარისხი გაქვს პასუხისმგებლობის ვიდრე თავშეთად. რამდენიმე წუთში გაგაწყვეტნეთ პირდაპირ ეთერში მსმენელია, მოდით მივცეთ მას საშუალება, რომ დასვა შეკითხვა, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, მადლობელი ვარ აქტუალური თემის რესპონდენტის მოწვევისთვის. მინდა ასეთი შეკითხვა დავსვა, რამდენად მისაწვდომია, აი მაგალითად ჩემთვის მოქალაქისთვის ძალიან ძნელია, რამდენჯერმე დამჭირდა და დიდახებთანაა დაკავშირებული ნოტარიუსი. მეორე შემთხვევა პასუხისმგებლობა ნოტარიუსი. კერძო ნოტარიუსები რამდენად პასუხისმგებელია და ხომ არ არის დრო, რომ ეს გადავიდეს სახელმწიფო სისტემაში, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში. განვლილი 9 წლის მანძილზე, რაც კორუფციული ეს ხდებოდა გარიგებები, აქტიურად იყვნენ ჩართული ნოტარიუსები და მათი პასუხისმგებლობა მე არ მომისმენია, რომ დამდგარიყოთ. მე აჭარიდან ვეკავ და აქ მიწის დაკანონებასთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად ბჭყალებში კორუფციულ გარიგებებში შედიოდნენ და არც ერთი დაეჭილი. აი კანონი გამკაცრებული ამ კუთხით ახლა მე ვერ გავიგე რა შეიცვალა ნოტარიუსებთან დაკავშირებით და რამდენად პასუხისმგებლობა მათი გაიზარდა და მისაწვდომობა მოქალაქე რამდენად შემიძლია მივწვე მე, როცა არ მუშაობ, არ მაქვს შემოსავალი და მინიმალური თანხებით იმაში ვარსებობ. განმარტავს კარგი იქნება. ქალბატონ, ბატონმა დავითმა გადაცემის პირველ ნაწილში ახსენა, რომ იმ შემთხვევაში თუ ხდებოდა შეცდომები ნოტარიუსის მხრიდან, ნოტარიუსის საქმიანობა არის დაზღვეული და თუ მიმართავდით შესაბამის უწყებას დარღვევებთან დაკავშირებით აუცილებლად მოხდებოდა ამ ყველაფრის უკაცრავად. ეს იყო მასიური დარღვევები, იცი და ეს პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამით, ეს ცალკეული მოქალაქის მიმართვის დონეზე არ უნდა გადაწყდეს. იმიტომ რომ 9 წლის მანძილზე თქვენს კარგად მოგეხსენებათ,
და სირაქლემას პოზიცია ალბათ არ იქნება შეგეხოთ ეს პრობლემა თუ უბრალოდ გსმენიათ ამის შესახებ. კი არ მსმენია, აქ არის კორუფციული ჭაობი აჭარაში. განსაკუთრებით მიწებთან დაკავშირებით, იმიტომ ნოტარიუსები იყვნენ ჩართული აქტიურად. და მე დასჯილი ჯერა და პროკურატურა დაინტერესებული მათი საქმიანობით არ მინახავს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობდით გადაცემაში. ბატონ დავით, რამდენიმე შეკითხვა გაიჟღერა. მოდით დავიწყოთ თანმიმდევრობით. ფასებთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები და ამბობენ როგორ გაწვდნენ დაუშვათ თანხას. მოგახსენებთ რომ სანოტარო სერვისი, თითოეული მომსახურება და სანოტარო მოქმედება ტარიფი თითოეული მოქმედებისათვის არის კანონით პირდაპირ დადგენილი. ამის თვითნებურად შეცვლა არც ნოტარიუს შეუძლია რა თქმა უნდა და არც მოქალაქეს შეუძლია თავისი ინიციატივით ამ ეს დადგენილი. როგორ დაადგინეს? აი რის მიხედვით შეიმუშავეს დაუშვათ ეს დადგენილი? ცალკეული მოქმედებებისთვის არის კონკრეტული ტარიფები დადგენილი. ვთქვათ, სიტყვაზე გარიგებებისთვის მისი ღირებულებიდან გამომდინარე ანგარიშდება, არის კონკრეტული მოქმედებები, მაგალითად იგივე ვთქვათ, მინდობილობის გაცემა, რომელსაც უკვე კონკრეტული ტარიფი აქვს დადგენილი. ეს რეგულირებული არის კანონით. აქვე დავამატებდი კიდევ ერთ ესეთ ფრაზას, რაც ქალბატონის შეკითხვიდან მოვისმინე, კერძო და სახელმწიფო ნოტარიუსი ესეთი ტერმინი არ არსებობს. ნოტარიუსი არის ერთიანი და რაზეც ჩვენს გადაცემაში აქამდეც ვისაუბრეთ, დაქვემდებარებული არის ისეთ სახელმწიფო ორგანოზე, როგორც არის იუსტიციის სამინისტრო. დარღვევებს რაც შეეხება აჭარასთან დაკავშირებით ისაუბრა და ფაქტიურად დაადანაშაულა ნოტარიუსები აჭარაში, რომ კორუფციულ გარიგებაში არიან მიწის დაკანონებასთან დაკავშირებით. თქვენც აღნიშნეთ ამის თაობაზე, რომ ნოტარიუსის პასუხისმგებლობა არის დაზღვეული მინიმალური და მაქსიმალური ოდენობით. დაზღვევა, ანუ მას არაფერს არ უცვლის იმ შემთხვევაში თუ პასუხისმგებლობა როგორ უნდა დადგეს პასუხისმგებლობა რომ ურჩიოთ დაუშვათ ამ კავშირით. ჩვენი თითოეული ესე რომ ვთქვათ ნოტარიუსის ვალდებულება არის რომ სანოტარო ბიუროში თვალსაჩინო ადგილას იყოს გამოკრული გენერალური ინსპექციის საკონტაქტო ინფორმაცია თუ მოქალაქე ჩათვლის რომ მის მიმართ ან სანოტარო მოქმედების განხორციელების კუთხით დაირღვა რაიმე სახის თქვათ ვალდებულება იქნება თუ უფლება ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ისი უფლებამოსილი არის რომ შესაბამისი რეაგირება გააკეთოს აღნიშნულ ნომერზე. გარდა ამისა კიდევ თუ თქვათ პროკურატურაში არის გადაცემული საქმე ეს უკვე რა თქმა უნდა სამართალდამცავი ორგანოების საკითხი არის და აქ უკვე რა თქმა უნდა ნოტარიუსი ცალსახად ანუ რომ გამარტოთ ამ ადამიანმა თვითონ უნდა იბრძოლოს იმისთვის რომ მისი უფლებები რომელიც დავუშვათ იმ შემთხვევაში თუ დაარღვია ნოტარიუსმა იქნას დაცული, მან უნდა მიმართოს პროკურატურას, მან უნდა მიმართოს გენერალურ ინსპექციას და ამას სახელმწიფო ვერ დაარეგულირებს, ვერ გამოკითხავს დავუშვათ თითოეულ მოქალაქეს დაურღვია თუ არა ნოტარიუსმა უფლებები. ეს არის მისი პირადი უფლება. მან უნდა განაცხადოს დარღვევაზე რომ მოხდეს შესაბამისი რეაგირება. მისი უფლებამოსილება არის შესაბამისი გზით. და ქალბატონმა ბრძანა რომ მისთვის ცოტა ბუნდოვანია რას ნიშნავს ახალი რეგულირება და კიდევ ერთხელ მოდით განუმარტოთ მსმენელს რას ნიშნავს რომ ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ეს არ ნიშნავს რომ ფასები იქნება ხელმისაწვდომი და რამე ტარიფების ცვლილება იქნება. ეს ნიშნავს იმას რომ გეოგრაფიული ადგილმდებარეობა იქნება ხელმისაწვდომი. კი ბატონო, ანუ ამ შემთხვევაში ის დამატებითი ხარჯი ესე დავარქვათ ამ შემთხვევაში რასაც თუნდაც ეს ქალბატონი თუ ჰქონდა ასეთი შემთხვევა გასწევდა რაიონიდან ერთი რაიონიდან მეორეში გადასვლის შედეგად სანოტარო მომსახურების მიღების მიზნით ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილი იქნება. კითხვის ავტორმა ახსენა ქედასთან ვეკავდა როგორც მე მოვისმინე აჭარიდან შესაბამისად უკვე აჭარაც ამ ერთ-ერთ რეგიონებში მოიაზრება, რომელიც ამ შემთხვევაში სწორედ სანოტარო სერვისით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ახალი ცვლილებების შედეგად. მოდით მე ჩამოვთვლი მაინც წყალტუბო ქედა, ცაგერი, მესტია, ვანიონი, ასპინძა, თიანეთი, ადიგენი, ამბროლაური, ნინოწმინდა ეს მუნიციპალიტეტები ჯერ კიდევ ნოტარიუსის გარეშეა დარჩენილი და სავარაუდოდ უკვე სტაჟირების დასრულების შემდეგ უნდა თუ არ უნდათ მაინც მოუწევთ იმ შემთხვევაში თუ აქვთ სურვილი რომ იყვნენ ნოტარიუსები 3 წლით სავალდებულოდ ერთ-ერთ რაიონში წასვლა და იქ მუშაობის გაგრძელება. და მე ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ ასევე იმ სერვისებთან დაკავშირებით რომელიც არის ხელმისაწვდომი დღეს მოქალაქეებისთვის რომელსაც თავაზობს ნოტარიუსი იმ შემთხვევაში როდესაც მასთან მიდის მოქალაქე. ერთ-ერთი გამორჩეული არის ეგრეთ წოდებული სკაიპით მინდობილობის გაკეთება, ონლაინ სივრცის გამოყენება იმისთვის რომ მინდობილობა გააკეთო. ეს მე მგონი მხოლოდ საქართველოში ხდება და რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად წარმატებულად მუშაობს ეს ყველაფერი რომ გითხრათ. Skype-ის მინდობილობა ესეთი ტერმინით გამოიყენება საზოგადოებაში მას სამართლებრივი ენით რო ვთქვათ პირდაპირ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შესრულებული სანოტარო მოქმედება ესე შეიძლება და განვავრცოთ იგი ეს მართლაც საქართველოში არის
საქართველოს უпростоრად არის გამონაკლისი ქვეყანა, სადაც სანოტარო მოქმედების შესრულება ნამდვილად ხორციელდება პირდაპირ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენების გზით. ყოველწლიურად სტატისტიკური მონაცემებით მატულობს ონლაინ რეჟიმში გაკეთებული მოქმედებანი. ეს იმასაც მოწმობს, რომ ეს ერთგვარი კომფორტი არის ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელიც არ იმყოფება ან თუნდაც მას არ ძალუძს ფიზიკურად მისვლა ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსთან, ან საზღვარგარეთ იმყოფება და ისე სურს სანოტარო მოქმედების განხორციელება. საკმაოდ დიდი სიურპრიზი არის ხოლმე უცხოელი მოქალაქეებისთვის, როდესაც მათაც აქვს საშუალება მსგავსი ტიპის მოქმედების განხორციელებისა, თუმცა აქ პატარა გამონაკლისი არის დადგენილი იმ ფორმით, რომ უცხოელი მხოლოდ მაშინ არის უფლებამოსილი, თუ კი იმ სანოტარო ბიუროში ერთხელ მაინც აქვს გაკეთებული სანოტარო მოქმედება საქართველოში ყოფნის პერიოდში და უკვე ამ მოქმედების შედეგად იგი ცნობადი პიროვნება ხდება ნოტარიუსისთვის. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქართული ბრენდი, რომელიც შემუშავებულია, ამოქმედებულია მხოლოდ საქართველოში და ანალოგი არ აქვს. ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოში ხორციელდება მსგავსი ტიპის მოქმედებები. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობდით გადაცემაში. მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენ დავანდელი სტუმარი იყო დავით იმნაძე, ნოტარიუსი. მე გისურვებთ, რომ კიდევ არაერთი ესეთი ბრენდი შექმნილი იყოს, როგორც არის ეგრეთ წოდებული Skype-ით მინდობილობის დამოწმება, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვის იქნება და გისურვებთ კიდევ იმას, რომ მსმენელებმა არ დარეკონ და არ ისაუბრონ ნოტარიუსთა შეცდომებთან დაკავშირებით. ერთია, რომ დაზღვევა გაქვთ, მაგრამ როგორც გამოიკვეთა, ამ დაზღვევას ხშირ შემთხვევაში ვერ იყენებენ მოქალაქეები. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობდით გადაცემაში. წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ დავბრუნდებით მომავალ შაბათს უკვე სხვა თემით და სხვა სტუმართან ერთად. თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ ვსაუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა.